ცილების მსგავსად ნახშირწყლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ნახშირწყლები, როგორც არის ნატურალური წვენი, ყური, ბურღულეული, ხილი და ბოსტნეული, ერთმანეთისგან განსხვავდებიან არა მხოლოდ მათი შემადგენლობით, ანუ მიკრო და მაკრონუტრიენტების რაოდენობით, არამედ მათი გადამუშავებისთვის საჭირო დროითაც. ნახშირწყლები ასევე განსხვავდებიან გადამუშავების დონითაც, რასაც შემდეგ გავლენა აქვს მათ ენერგეტიკულ ღირებულებაზე. მოდი აქედან პირველ რიგში განვიხილოთ გლიკემიური ინდექსი, ანუ ნახშირწყლების გადამუშავებისთვის საჭირო დრო. გლიკემიური ინდექსი განსაზღვრავს თუ რამდენი დრო სჭირდება ჩვენს ორგანიზმს კონკრეტული ნახშირწყლის მიღების შემდეგ მის გადასამუშავებლად და სისხლში გადასატანად. გლიკემიური ინდექსი ზომავენ ლაბორატორიებში. სხვადასხვა საკვების მიღების შემდეგ საათების განმავლობაში აკვირდებიან ადამიანის სისხლში შაქრის კონცენტრაციას და შემდეგ ამ საკვებს აძლევენ ქულას 0-დან 100-მდე. ასე ნიშნავს, რომ ეს საკვები ძალიან სწრაფად გადამუშავდება და ეს ნახშირწყლები სისხლში მალე გადადის, ხოლო 0 ნიშნავს, რომ ეს საკვები ძალიან ნელა გადამუშავდება. სწრაფად მონელებადი ნახშირწყლები, როგორც უკვე ვთქვით, სისხლში შაქრის დონეს ძალიან სწრაფად ზრდიან, ხოლო ნელმონელებადი ნახშირწყლები პირიქით უფრო სტაბილურად და თანმიმდევრულად ზრდიან. სისხლში შაქრის სწრაფი მომატება, რა თქმა უნდა, კარგი არ არის. ძალიან რთული ფიზიკური აქტივობების დროს, როცა ზედმეტი ენერგია გჭირდება, შაქარი შეიძლება გამოგადგეს, მაგრამ როცა ჩვეულებრივ პირობებში ხარ და ზედმეტად არ იტვირთები, უაზრო შაქრის პიკების არიდება კარგი იდეაა. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სისხლში შაქრის დონის სწრაფი ზრდა არ გვინდა, არის, რომ ის გამოიწვევს დიდი რაოდენობით ინსულინის გამოყოფას. ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც სისხლიდან აშორებს შაქარს და გადააქვს უჯრედებამდე. და დიდი რაოდენობით ინსულინის გამოყოფამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია, ანუ სისხლში შაქრის დონის ნაკლებობა. კარგი ისაა, რომ ნახშირწყლების სხვა მაკრონუტრიენტებთან ერთად მიღება მის გადამუშავებასაც ანელებს. ანუ ჩვეულებრივ შემთხვევებში, როცა ნახშირწყლებს ცილებთან და ცხიმებთან ერთად მიიღებ, მის გლიკემიურ ინდექსზე ნერვიულობა არ მოგიწევს. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველ კვებაზე წვენის დალევა კარგი იდეაა, მაგრამ ისეთი ჩვეულებრივი საკვების მიღება, როგორც არის მაგალითად კარტოფილი, თეთრი ბრინჯი და პურიც კი თავისუფლად შეგიძლია. კიდევ ერთი რაღაც, რაც ნახშირწყლებზე საუბრისას აუცილებლად უნდა განვიხილოთ, არის საკვები ბოჭკო ან იგივე უჯრედის. ბოჭკო ნახშირწყლების სახეობაა, მაგრამ იმის გამო, რომ ადამიანებს მისი გადამუშავება არ შეგვიძლია, ის დიდად კალორიებს ვერ გვაძლევს. ტექნიკურად ის აუცილებელი ნუტრიენტი არაა, მაგრამ ჯანსაღი კვების რაციონში მისი ჩართვა ძალიან ბევრ დადებით ეფექტთანაა დაკავშირებული. გულის ჯანმრთელობის და ნაწლავების მოწესრიგების გარდა ბოჭკო ასევე ზრდის დანაყრების გრძნობასაც, რაც ცხიმის კლების პერიოდებში ძალიან გამოსადეგია. ამასთან ერთად ბოჭკო საკვების გადამუშავებასაც ანელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სწრაფად გადამუშავებადი ნახშირწყლების გლიკემიური ინდექსი ბოჭკოსთან ერთად მიღების შემთხვევაში მცირდება. ანუ სისხლში შაქრის დონეც უფრო სტაბილური იქნება. უჯრედისით მდიდარი საკვების მიღებით კვებასაც გაიადვილებ წონის კლების პერიოდებში და ჯანმრთელობასაც საგრძნობლად გაიუმჯობესება. ამიტომ მოდი ვნახოთ, რომელი საკვები შეიცავს უჯრედისს. უჯრედისი გვხვდება პარკოცნებში, როგორიცაა ლობიო, ოსპი და მუხლდო, მარცვლეულში მაგალითად ქერი, შვრია და კინოა, ბოსტნეულში მაგალითად ბროკოლი, ტკბილი კარტოფილი და არტიშოკი, ხილში როგორიცაა ჟოლო, მსხალი თავისი ქერქით, ავოკადო, ბანანი, ვაშლი თავისი ქერქით და თხილეულში. მოკლედ უჯრედისი ყველა იმ საკვებში შედის, რომლებიც ინტუიტიურად ისედაც ვიცით, რომ ჯანსაღია. და საბოლოოდ ნახშირწყლოვანი საკვების მონელების სიჩქარის და ბოჭკოს შემცველობის გარდა კიდევ ერთი ფაქტორი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, არის მისი მიკრონუტრიენტების შემადგენლობა. ნახშირწყლები ბევრნაირი საკვებიდან შეგვიძლია მივიღოთ, მაგრამ ყველას ერთნაირი შემადგენლობა რა თქმა უნდა არ აქვს. მაგალითად, თეთრი შაქარი ისეთივე ნახშირწყალია, როგორიც ნებისმიერი სხვა პროდუქტი, მაგრამ ძალიან მაღალ გლიკემიურ ინდექსთან ერთად მას არ აქვს არანაირი ვიტამინი, მინერალი და უჯრედის. დაბალ ნახშირწყლოვანი დიეტების დროსაც ხდება მიკრონუტრიენტების ნაკლებობის პრობლემა, იმიტომ რომ კვებიდან თუ ამოიღებ ხილს, ბოსტნეულს, პარკოცნებს და ბურღულეულს, რა თქმა უნდა, ვიტამინების და მინერალების ნაკლებობის შანსი უფრო გაიზრდება. ამიტომ ნახშირწყლების მისაღება ჯობია გამოიყენო ნაკლებად გადამუშავებული ხილი, ბოსტნეული და ბურღულეული, რაც იმის გარანტიას მოგცემს, რომ ვიტამინები, მინერალები და უჯრედისი არ დაგაგდება. და ამავდროულად თან გეცოდინება, რომ მიღებული საკვები ნორმალური სიჩქარით გადამუშავდება და სისხლში შაქრის დონეს უაზროდ არ გაზრდის. ამ ვიდეოსთვის სულ ეს არის, მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.